ვაიმე ხალხო, კარგად გავერთეთ ძალიან, კარგადაც დავლიემთ. პარასკევი იყო ივენტზე უნდა წახვიდე გაერთო დალიო რატომაც არა. როცა ახალგაზრდა გოგო ხარ. ხო და მოკლედ ძალიან კარგი იყო. მოკლედ გუში მთელი თბილისი გულაობდა. მთელი თბილისი. მაგარი უპატრონო ხარ. უპატრონო თავი გაბიაშულა, უპატრონო რატო ვარ? ანუ უპატრონო აი მითხარი რატო ვარ? ძალიან მაინტერესებს, შეიძლება პასუხი გამცე უპატრონო რატო ვარ? უპატრონო ვინ არის? კლავიატურის ვირთხავ კარგად ჩანს. თორე მე რო პატრონი მყავს, ავაი მე იოცნებ, რო ჩემნაირი ოჯახი და ჩემნაირი პატრონი ყავდეს საერთოდ ოდესმე სანატრელი გექნება დარწმუნებული ვარ. იოცნებ მართლა. Раз ракуется не посрек. Сопа мигвархар. ხალხო მეძინა და დღეს მაგ გადაღება რაღაცის და იქ გავრბივარ და აი ძალიან უცბად მაგავიკეთო მაკიაჟი. საჩუქარი გითხარიო? საჩუქარს ხვალ გეტყვით, ან ხვალ გაიგებთ. ცოტაც მოიცადეთ ბავშვებო. ძალიან მშვენიერი სტუმრის სტატუსით შედისა და ძალიან გამიხარდა. ეგ ვინ გითხრათ? საიდან გაიგეთ? მე არ ვადასტურებ მაგ ინფორმაციას, მაგრამ რო არ მოგატყოთ არც უარყოფ. ნარხაძე მანიშნა, მოდი ყველაფერს დაველოდოთ ჩემო მეგობრებო. გოგო დიანაზე გითხარი რა უთხარი გუში. მოკლედ ხალხო, მე გუში მივედი სადღაც ესე 2-3 საათით ადრე, ნიკას სანახავად კიდე, ნიკასთან ერთად რო ყოფილიყავი რა. უფრო დიდხანს, ხო და შემიშვეს ცოტა ადრე ამ რუსთავი 2-ში და რაღაც რა. ხო და მაგ მონაწილეებთან ანუ არც გამარჯობა მაქვს არაფერი ხან ლელოს და მუზებს ვაფშე რატომ უნდა ელაპარაკოთ ან როცა ანუ ბოდიშს მიხდიან ამ წინა დღეებში ხომ მიხადეს ბოდიში და მე ანუ იგივეს აგრძელებენ ვაფშე გამარჯობაც არ ვუთხარი არც თვითონ არ დამლაპარაკებიან არაფერი ვაფშე ლაივის შემდეგ 91% რო აიღეს ალბათ თავში აუვარდათ ხო და მოკლედ როცა უკვე მშვიდობებოდი იმათ უკვე რა ვემშვიდობებ აი რა გავაკეთე ძალიან ბევრი წავისვი მე მგონი ანუ რა ვემშვიდობებოდი ნიკას რა და მონაწილეები რო გაყავდათ უკვე როცა ეხა 1000 ჯერ ყავხარ ადამიანს უკვე ნანახი ხო მოდის და მეუბნება რომ მარიამ გამარჯობა მაინც გეთქვაო და მოგელოცავ ხმის ლიდერობა ჯერ მე რო ორჯერ გავხდი ხმის ლიდერი თავზე დამამხეს და სახლში მისვლა აი ჩამიშხამ ეს ხმის ლიდერი კი არა ისევ გამიმწარეს მაგათმა ჩემი ხმის ლიდერობები რომ მერჩივნა ხმის ლიდერი კი არა პროექტი დამეტოვებინა და ჯერ მაგით დავიწყოთ რომ რა ხმის ლიდერობა უნდა მიმელოცა მაგრამ ავდექი კიდე და გილოცავთ ხმის ლიდერობას თქვა ვუთხარი რა არაფერი ისეთი გილოცავთ მეთქი ხმის ლიდერობას თუ ესე ძალიან გინდათ მეთქი რომ მოგილოცავთ თქო ჯერ რამდენიმე საათი ვაფშე არც დამლაპარაკებენ გამარჯობა არ უთქვამთ და მერე უცბად ესე მოუნდათ რა ხო და მერე დიანას ვუთხარი რომ ჩემი შეყვარებულისგან მეთქი თავი შორს დაიჭირე გადაჯდომებს და მიჯდომებს შეეშვი მეთქი თორე თმებით გითრევ თქო ანუ ხალხო ლამაზი იყო თქვენი აზრით რაც მაგან აკეთა რომ იცის რომ ჩემი შეყვარებულია ბიჭს იცის შეყვარებული ყავს და ზედა ახტება შეყვარებულიან ბიჭს პირველი თავის გაბანძებაა ჩემი გაბანძება კი არ არის შეყვარებულიან ბიჭს შემოახტა ზევით და ანუ იმენა რო უყურებს ჯავახას ტუჩებს ილოკავს და ხალი იმენა ახურებულია ისე უნდა ჩემი შეყვარებული და ანუ ეს ყველაფერი როგორ უნდა მივიღო მე თან ვიკავე თავი მეთქი არ ვეტყვი არაფერს რა ეხა ნიკას გამო რაღაცა ვაფშე დავიკიდე რა ყველა და ყველაფერი და ანუ კიდე თვითონ გამომიწვიეს რა რაც კარგად გამოსდით მაგათ მოიცადე მე მოიცადე კაი სიურპრიზი მაქვს მე თქვენთვის
ეგრე უნდათ ხო? და მიიღებენ. ანუ თქვენი აზრით ძალიან სწორი არის ეხლა რომ ესე შეყარებულიან ბიჭს ადგე და მიახტე და შემოაჯდე, გადააჯდეს ბარემ და უკვე გვანახა ყველაფერი. ოკეი, ეხლა რა გვინდა? ეხლა მე ბლაში. გვანცა ჩართეო. ვიღაცა მიწერს რაო? მაგრამ იმ დღეს რატო არ მოხვედიო? ფართიზე ხალხ გადაღება მქონდა, გადაღებებზე დავბივარ. ჰაუსიდან გამოვედი ხალხო, ჩემი ცხოვრება მაგ ხან რა გადაღება მაგ ხან სად ვარ ხანს ეხლაც ანუ მეძინა და გადაღებაზე მივისწრაფი რასაც ქვია. ხო და ისე მოხდა რომ ჯერ ექიმთან ვიყავი, ხო ახსენი მაშინაც ჯერ ექიმთან ვიყავი. რამდენი ბლეში წავისვი? ჯერ ექიმთან ვიყავი. მე მამაჩემი იყო ჩემთან საჭმელი გავაკეთეთ რაღაცა, მე მანქანას ვსწავლობ თუ პრავა მინდა ავიღო და მამაჩემი მასწავლის რა. ხო და ის რა ქვია, მე მაგაზე ვიყავი, მე გადაღებაზე ვიყავი და ფართიზე ძალიან მაგვიანდებოდა, საცობი იყო და სადღაც საათნახევარი მჭირდებოდა გზაში რა. ხო და ანუ ვერანაირად ვერ ვასწრებდი, ვაფშე ვერანაირად ვერ ვასწრებდი ხალხო. და მაგიტო ანუ ვერ მივედი, თორემ მეც ძალიან მინდოდა ნიკას ნახვა და ფართიზე წასვლა გეფიცებით. მაგრამ არ ვშავს. ცოტა ხანში ყველაფერი იქნება კარგად, ხალხო ორ კვირაში პროექტი მთავრდება და მე არ მჯერა რომ პარიზში მივდივარ და არ მჯერა რომ ამდენ რამეს ერთად გავაკეთებთ ხმასო. ერთი სული მაქვს გამოვიდა, ისე მაკლია, ეგ ადამიანი თლებს ვაკეთებ. ისე მაკლია ხალხო გეფიცებით. ვირა გიღწერთ. ძალიან მივეჩვიე, მართლა ძალიან მივეჩვიე მაგ ადამიანს და რაღაცა უცნაურად ვარ რა მაგის გარეშე. ისო გვანცა ჩართეო. გვანცა არ არის ლაივში. კაი არაფერი არ უთხრა მუზებს რა ისე რა სიურპრიზია და ფართიზე ხომ მიდიხარ. ფართიზე წასვლა არ დამჭირდება მეგობრებო. გამგები გაიგებს. არ მინდა ხძინას წარლაპარაკი. მარიამ სად მუშაობ, არსად არ მუშაობ ხალხო ამჟამად ჰაუსში როცა დავტოვე კი არა და ჰაუსში როცა შევედი 3 თვის წინ დავტოვე ჩემი სამსახური. ბარმენი ვიყავი. ბევრგან მიმუშავია ლაუნჯ ბარებში რაღაცა, ბარმენი ვარ პროფესიით ასე ვთქვათ. ხო და ხო და რა ვიცი რაც გამოვედი აღარ მიმუშავე. ხმის მიცემა დაიწყო, ხმები მიეცეთ ჯავახას. ხმის მიცემა დაიწყო, ვაიმე ხალხო, არც კი შევსულვარ იმაში, ახლა ეგრევე მაკიაჟს ვიკეთებდი და მეთქი ლაიში მაინც გავალ ცოტა ხნით წავალ გადაღებაზე. ხალ გეტყვით სიურპრიზ, კი, ხალ ნახავთ სიურპრიზ. იმდენი ხანი სიურპრიზია. ვერ არ ნახეთ და ვერ გითხარით, მაგრამ ხოლმე ნახავთ. ნა. სად მიდიხარ? გადაღებაზე. გვანცა ჩართეო. ის რა ქვია, ხალხო არ არის გვანცა ლაივში, რომ ჩავთო, ანუ არ მიჩვენებს, თორე ჩავთავდი. შემოვიდეს ვთხარით.
რაღაცა უნდა წავისვი. თავს მოვიკრო. აი, რომ მეჩქარება რაღაცა საშინელება მაკიარს ვიკეთებ. რაც არის მაინც ლომოზე ვერ წავიან უეჭველი უნდა შეხვიდე ხო სად უნდა შევიდე მეგობრებო მე თვალებს შარშებს მგონი მივისხე არ ვიცი მეგობრებო თუ სადმე შევიდე გაიგებთ არ ვიცი ერთის ვიცი ჩემო მეგობრებო რომ აი MasterChef-ს ახალი სეზონი რო დაიწყება პირველი ვინც მიდის და ანკეტას ავსებს არის მარიამ ყარყარაშვილი ყველა ვარიანტში აუცილებლად ყველა ვარიანტში ანკეტას ვავსებ და შეფებს რას მოკეთებ გამოიცალით აბა თუ გამოიცნობთ რას გავუკეთებ შეფებს ну острос ფიქრობ მაგრამ ხმავის მიეციო ხმა მეგობრებო მუზეუმს ვაძლევ ხმას ხო არ გადაობთ რა თქმა უნდა ჯავახას რა ლამაზი ხარ მადლობა ეფლირტავებოდა გოგო ვიცი ყველაფერს კარგად ვხედავ და გუშინ რო სტრიმზე მოაწყეს რომ ვაიმე შენი შეყარებული გვემოკრება ანუ ხალხთან ხო და გამაშავა და ვიღაცა ამბობდა რომ მოიცავ მარიამიო რა დიანამ თქვა თუ თინათინმა მარიამიო რაცო პროექტში აღარ არისო რეიტინგიო დაუვარდაო აღარავინ აღარ უყურებსო და 2400 კაცი მიყურებს ახლა ლაივში და ძალიან მაინტერესებს სტრიმს რამდენი ადამიანი უყურებს ძალიან გთხოვთ დამიწეროთ 2500 კაცი აი ზუსტად ახლა მე მიყურებს ლაივში და სტრიმს ძალიან მაინტერესებს ერთი წამი ერთი წამი ერთი წამით აი უკვე 2700 ადამიანი ჩემს ლაივს უყურებს 2700 კაცი მე გეხვეწებით ანუ დასკრინეთ ეს მომენტი და ედიტი გააკეთეთ 2700 კაცი მიყურებს ლაივში და სტრიმს უყურებს 670 ადამიანი როგორც ახლა მე მომწერეს და ანუ ხალხო ვის დაუვარდა რეიტინგი ძალიან მაინტერესებს მე მაქვს რეიტინგი დავარდნილი თუ უფრო ამეწია მე პირადად გეტყვით რომ რაც ჰაუსიდან გამოვედი ვგრძნობ რომ უფრო რეიტინგი ამეწია ყველანაირად კარიერულადაც უფრო წინ მივდივარ ხან რა გადაღებაზე ვარ ხან სად ვარ დრო უნდა ამ ყველაფერს ხო და ერთადერთი მე ვარ ვინც ასე ვთქვათ ამ ჰაუსით ძალიან გაიქაჩა და ძალიან ასე ვთქვათ ცნობადი სახე გახდა ხალხო ის რა ქვია მაღაზიებშიც რო შევდივარ ცნობენ გუშინ ჩემ დაქალს რაღაც უნდოდა გამეუცბად ფრესკოში სანამ ივენზე წავიდოდი და შევედი და ამ სამ ადამიანმა გადაიღო ჩემთან ფოტო რა შენი გულშემატკივარი ვარო და ანუ გეხვეწებით ანუ თინათინი და დიანა ვიღაცა ორი ღუზა მართლა მაგათი გასაჭორი მე როგორ უნდა გავხდი ხალხო სირცხვილი არ არის რომ მე ვითომ რეიტინგი დამივარდა ხალხო ვის დაუვარდა რეიტინგი და ვის რამდენი რეიტინგი ქონდა ზოგადად ყველა კარგად ხედავს მაგათ სიმღერებზე კიდე რომ ნახევარი საქართველო კი არა თითქმის მთლიანი საქართველო ღადაობს და ეს რა ქვია ანუ მთელი საქართველო ისიც ანუ რაღაცა ნახვები რო აქვს მაგ სიმღერას ანუ გეხვეწებით რა და ჩემი იმაზე პროსტა როგორ ამბობენ რომ ანუ ვიცი როგორ თქვა მოიცა მარიამიო რაც პროექტში აღარ არისო დაუვარდაო რეიტინგებიო მე და მივარდა რეიტინგი წარმოვიდგინეთ ხალხო დაუვარდაო რეიტინგებიო და ჩვენითო ცდილობს რომ აიწიოს ხალხო მუზებით აწეულ რეიტინგს არ გავკარე ანუ გადაობთ
ანუ მე პროსტა მაგ გოგოებთან წინაზეც ერთი დღე რო დავრჩი, გემახსოვრებათ ალბათ რომ საუბარს თავი ავარიდე. იმიტომ რომ არ მინდა არანაირი პრობლემა, რომ ვინმე შევუქნა მართლა. ჩემთვის ვიყავი, ნიკასთან გავეტარე ის ერთი დღე და всё. ხო ეგრე იყო. და ანუ გუშინაც ანალოგიურად მოვიქეცი რა მეთქი არც ვიჩხუბებ, ანუ მეთქი არც ვიჩხუბებ, არც არაფერი საერთოდ და თვითონ გამომიწვია. და ერთი სიტყვაც კი არ მეთქვია საერთოდ, რომ ანუ ან რატო შეაჯექი და გადააჯექი და გადააჯექი ჩემს შეყვარებულს. ერთი სიტყვა არ მეთქვია, ხალხო 3 საათის 4 საათის განმავლობაში ჩვენ ანუ ერთ სივრცეში ვიყავით, მაგრამ ანუ ლაივში რო რაღაცა და ხმის ლიდერები გახდნენ, ჯერ ერთი მაგდენი ხმა იმიტომ აიღეს, მეც ავირებდი მაგდენ ხმას ხალხო, 24 საათით მეტი ქონდათ, არ დაგავიწყდეთ, ეგ ფაქტი გაითვალისწინეთ, ანუ მაგათ ქონდათ 24 საათით მეტი. რაო, ჩემო ცხოვრება. ნაკით ვიმკავს. გამარჯობა უთხარი. ხო, ჩემ ძაღლი მე მგონი, მალე ალაპარაკდება. ხო, 24 საათით მეტი ქონდათ, რადგან წითელი დროშები ჩატარდა ორშაბათს, სამშაბათს მაგივრად და სამშაბათიდან უკვე ხმის მიცემა შეიძლებოდა, როდესაც მანამდე 4 შაბათიდან ხდებოდა ეს ყველაფერი. გახდი ხო, დავიკელი ცოტა. დიეტაზე ვარ, მაგრამ გუშინ დავარკვევი, ძალიან დავარკვევი თან. მაგრამ ეხლა უცბად ჩავიცნებ და აქ დამელოდეთ. აი ეს. შეგიძლიათ ჩემ ფოტოს უყუროთ, როგორი დივა ვიყავი ბავშვობიდან. ნახეთ. რა ლამაზი ვიყავი. დივა ქალი. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ დივა ვიქნებოდი. მარიამ გუშინ რა მოხდაო? ხალხო ისეთი არაფერი როგორც გამძაფრეს და ვაიმე და მარიამ მეგუგრება, ვაიმე ხალხო მაშავებენ. ანუ ცუდად ეგეთი არაფერი, უბრალოდ როდესაც გამომიწვიეს, როცა მე საერთოდ ხმას არ ვიცემდი რამდენიმე საათის განმავლობაში, გამომიწვიეს, რომ მარიამო გამარჯობა, არ უნდა გკითხე, ანუ არ უნდა მოგვილოცო ხმის ლიდერობა, ჯერ მოდი იმქიდან დავიწყოთ, რომ რა ხმის ლიდერობა უნდა მივილოცო, ხალხო, ორჯერ რო გავხდი ხმის ლიდერი, მაშხამებდნენ, ჯოჯოხეთი ხარო და რა რეებს აღარ მეძახდა თინათინი და თურმე მე უნდა მივილოცო მუზებს ხმის ლიდერობა. ოკეი, მაგით დავიწყოთ და მე ანუ კარგი მეთქი თუაც ძალიან გინდა გილოცავთ ხმის ლიდერობას, მეთქი და დიანა შენ კიდე ჩემი შეყვარებულის გადაჯდომებისგან თავი შორს დაიჭრე თერთმებით გითხრევ მეთქი და ანუ თქვენ არ გეგონოთ რომ ხუმრობ, ხალხო, რამდენს ვატარებ, იცის დიანამ ძალიან კარგად. რომ მე ანუ ვუყურებ ჩემს შეყვარებულს, სტრიმზეც ვუყურებ, ლაივშიც ვუყურებ, რავი, ყველგან ვუყურებ და იცის რომ ანუ ეს ყველაფერი მე ეს ფაქტები გამაღიზიანებს, ანუ ძალით აკეთებს ამ ყველაფერს, თუ მართლა მოსწონს ჯავახა ვერ ხვდები. სულ რომ ძალიან მოგწონდეს ჯავახა და გიждდებოდე ხომ მაგ ადამიანზე, ანუ სირცხვილია მთელი საქართველო, ნახევარი საქართველო გვიყურებს და ეს ბიჭი არის დაკავებული და სირცხვილია სხვის კაცს, რომ აი ესე საჯაროდ ზე დაჯდები და ახტები და მე კიდე თვითონ ეუბნება რომ თავი შორს დაიჭერეო თუ რაღაცაო და ისო თვითონ არ შეახტა გუშინ ანუ კონტენტიო რეები აღარ ილაპარაკეს საერთოდ გამოვშტერდი, მართლა გამოვშტერდი რა. მე მივხვდი რომ აი ეგ არის არაქალი ერთი ჩვეულებრივი, მე მართალი ვიყავი მაშინ რომ ხო აი მე დააწიეს ერთი ამბები. ეგ არის ჩვეულებრივი ერთი ახურებული ქალი, ვისაც უნდა გათხოვება, ვერ თხოვდება. ხან ერთ ბიჭს მიახტა იქ ჰაუსში, ხან მეორეს, ხან მესამეს და ეს ჯავახა ფავორიტად აირჩია ალბათ თუ რა არის და რავი ბიჭი რო დაკავებულია, მე მგონი თავი შორს უნდა დაიჭირო, ხო? ანუ შეიძლება ბიჭი ყველას მოგწონებია ვიღაცა, ხო? ანუ ამდენ წლის განმავლობაში ვინც დიდები ვარ რომ ხართ ასე თუ ისე ხომ მე დიდად არ მქონია აქ შემთხვევა, მაგრამ რომ გაგიგიათ რომ ან ცოლი ყავს, ან შეყვარებული ყავს, ან რაღაცა რა თქმა უნდა რომ წაშლი ვაფშე შენი გონებიდან, ხო, არც ფლირტს გაივლებ თავში და არაფერს საერთოდ რა და რო იცი რომ ბიჭს შეყვარებული ყავს და რაღაცა ფლირტავები და რაღაც აჯდები და გადააჯდები და გადმოაჯდები, ხო, ანუ გადაცემა რომ ნახე გამოვშტერდი, მართლა გამოვშტერდი რომ ანუ რა იყო ეს მარიამ გუშინ რა ფოტოები გადავიღეთ ფრესკოშიო. ხო, შენ ხარ. ოი, გვანცა მიგზავნის. გვანცა.
მოკლედ რა ჩავიცო სასწრაფოდ. ჩემო ლამაზე როგორ ხარ? ჩემი სილამაზე. როგორ ხარ? მარიამ შენ არ იყო, მე მგონი ეს ჰაუსი ვერ წავიდო და წინ რა. გოგო, რაღაცა უნდა გითხრა მერე. უთხარი. პირადში, ლაივში ვარა. ერთი წამით გამოვიცვლი ზუსტად დამელოდე ხალხს ელაპარაკე და მე დაველაპარაკები მეგობრებო. ანასტასია ვეტყვი მარიამს რომ დაგაფოლოვოს. ყველაფერს ვეტყვი ხალხნო, მარიამი გარეთ რომ არის, უფრო საინტერესოა ვიდრე ისინი შიგნით, ატყობთ ხო? ვახ, ესე იგი, მარიამი რო იყო, მაგის ნახევარი მაყურებელი ყავს ახლა, ანუ მარიამის დროს რასაც უყურებდა ხალხი, ახლა არის მაგის ნახევარი მაყურებელი ლაივზე. მე ხალხნო არ ვიცი, შოკი მაქვს, ისეთ რაღაც, ანუ ნახეთ. საერთოდ ვეღარ ვუყურებ მე მაგა ჰაუს ხო გეუბნებით მარიამის რაღაცებს რო ჭრიან ხოლმე ედიტებს არა ჩვენ პირადში სხვა რაღაცებზეც ვლაპარაკობთ ხოლმე და ეხლა ყველაფერს ვერ მოგიყვებით ხალხნო მარიამს აღარ ახსოვს თავის ძველი დაქალები და თქვენ რა გახსოვთ მარიამის ძველი დაქალები არ გადამრიოთ რატო გახსოვთ გოშინ რა მოხდა გაიგებდი ხო ალბათ რაზე აი ლაივის მერე იმდენი ორი თქვა რა ვიცი სინამდვილე იქ რომელია გოგო მოგიყვები ხა რა როგორ იყო გადაცემიდან გავიგოთ რა იყო სინამდვილე იმიტომ რომ იმდენ რაღაცას ინტერპრეტაციას ყვებიან ხოლმე რომ ჯობია რომ შენ თქვა სინამდვილეში როგორ იყო და რა იყო გოგო მოკლედ ვაიმე შენ ხო იცი აი ბოლოსაც სტუმრის სტატუსით რო დავრჩი რა როგორ თავი ავარიდე მუზებთან ლაპარაკს საერთოდ ყველანაირად მაგ გოგო არიდე მაგრამ იმათ აგარიდეს ეხლა აი ეგ არის რომ ხალხი ვერ ხედავს რეალობას მე ანუ მე ვარ მაინც ცუდი ავარიდე რაღაც არ მინდოდა კონფლიქტური სიტუაცია ერთი დღე დავრჩი ნიკასთან რაღაც და ავარიდე ლაპარაკს ანალოგიურად მოხდა გუშინაც რა რომ ლაივზე მივედი რამდენიმე საათით ადრე რომ მე და ნიკას უფრო მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად რა მივედი რამდენიმე საათი ნახე რა გახარებული იყო იქ რაღაცა ის სარეპეტიციოში ავი ვაიმე პატიოსერებს რომ ცოტა ადრე მოვალთ ხო რა რომ ნიკასთან მეტი დრო გავატარო თქო იმიტომ რომ გუშინ ცოტა გვიანი ნახე და წყვილს ხალხნო აი ამას ეძახდნენ ერთი წუთი აი ამას ეძახდნენ fake წყვილს ანუ ეხლა მოგება ფეიკები ვარ ხალხნო ეხლა მოგება უნდა არ გადამრიოთ აი ვინც მაგას მარიამსა მოგება უნდა მაგიტო აკეთებსო ხალხო რა მოგება ადამიანი აი გვანცა არის მოწმე შე რო გეუბნებოდი მე მგონი რაღაცა გრძნობები გამიჩნდა გახსოვს ვაიმე მართლა ფეიკი ვინც არის და ფეიკი დაქალობა და ფეიკი მეგობრობა აგერ გამოჩნდა ხო გოგო ვინც იყვნენ თავი ფეიკები გოგო მერე მოკლედ მერე ფეიკია ჩვენ გვეძახდნენ და ხო და მოკლედ ნახე რა ხდება მეგობრებო რატო გაითიშა ეხლა გესმის ხო გადასული ვიყავი თან ტაქსით ახლა გადაღებას მაქვს რაღაცა და მოკლედ ნახე ხა რა ხდება ისევ ისე თავი ავარიდე არც გამარჯობა უთხარი იმიტომ რომ მაგ გოგოებთან არც გამარჯობა მინდა არაფერი არ მინდა საერთოდ რა აღარ მოჭარავია მაგის მერე რა შენთან და
მოკლედ რომ არც თვითონ არ დამოაპარაკებენ და ეს ხმის ლიდერები რომ გახდნენ 91% რაღაცა გაგიჟდნენ, გადაიბრნენ და ხო იცი როგორ იციან. თავი შეავარდათ და რომ გამოვდიოდით სტუმრები ხო ესე გარეთ გავდივართ და რუსთავიორიდან ხო იქიდან გადაყავთ მონაწილეები როგორც გადავყავდით ჩვენ ხოლმე და მოკლედ აქ გავიყავით ნიკას ვემშვიდობები, ვაკოცე ჩავეხუტე რაღაცა, всё პროდიუსერმა წაიყვანა და გოგო, ეს მუზები გამოვიდნენ მერე რა და მარიამო ერთიო მოგელოცაო ჩვენთვის ხმის ლიდერობა, ანუ გამარჯობა გეთქვე, მოგეკითხე თუ რაღაცა ეგერ. მეთქი, თუ ესე ძალიან გინდათ გილოცავთ ხმის ლიდერობას მეთქი, მაგრამ დიანა შენ გეუბნები ჩემი შეყვარებულისგან თავი შორს დაიჭირე, თორე მართლად მე მითქითრევ თქო რა და ვაიმე თვითონ დაიჭიროს თავი და რაღაცები დაიწყეს გოგო და გამომიყვანა მერე დაცვამ გამოვედი რა. ჯერ ანუ ჩემ შეყვარებულს ძალიანაც დისტანცია უჭერია მასთან თვითონ იყო რომ შემოაჯდა და გადააჯდა და ესე მიდის და ესე უყურებს და ლამისა აკოცოს და მე ტუჩებს ილოკავს და ეგრე არ არის ახლა მაყურებლები ვართ უკვე ყველა იმაზე არის რომ დიანა ნუ მომსდევ დიანა გადი დიანა ნუ მომსდევ დიანა ნუ მომსდევ და ესე გადავენ ნუ ლაპარაკობ მარია მარგინაო ხალხო რას ნუ ლაპარაკობ სიმართლეა მაყურებლები ვართ ხო და ნუ უკვე მაყურებელი ვარ და ვხედავ რომ იმენა ბიჭს დასდევს და მე ჩემმა შეყვარებულმა როგორ უნდა დაიჭიროს თავის შორს ან დაჭერილი აქვს და მეტი რაღა შორს დაიჭიროს თვითონ მიდის და არ ვიცი რა ერთი წავი ეხლა სიმართლე თუ გაინტერესებს ჩემგან მაგამ ბავში ერთი წამი არ გაქვს არაფერი სანერვიულო იმიტომ რომ გოგო ნერვიულობნი ასვენდობი შეხედო მე მგონი უკვე გული ერევა მაგას დანახვაზე ოღონდ მართლა ტაქსი უნდა გამოვიდა ხო ერთი წამი შეიძლება გაითიშოს მაგრამ არ გავდივარ ბასასი საჩედრო ხო და მეგობრებო არ ვიცი ხო ვინ ფიქრობდით ახლა რომ მარიამი იყო ფეიქ წვილი არ გადამრიოდ ვერ ვიჯერებ მართლა ფეიქ წვილები გგონიათ ჯავახა და მარიამი წარმოუდგენელია მე მგონია რომ თქვენ გოგო ვისაც რა უნდა ის ეგონოს ხო ხვდები რა მე და ჯავახამ ნახე რაღაცა აზრები გაიყო მე და ჯავახამ როცა ჩვენ აღიარეთ რომ თავიდან ხო ვიფლირტავეთ პირველ დღეს გახსოვს და მე უფრო იმიტომ დავიჭირეთ ურთიერთობა რომ გშიფავდნენ და რაღაცა და თან მე ნელ-ნელა გავუგეთ ერთმანეთს მართლა შეგვიყვარდა და ამის თქმა უნდოდა და ბიჭს ვაფშე სხვანაირად გავუგეს და იცი რას მივხვდი ეგ სიტყვები გამგებმა გაიგო გვანსა ჰაუსი რო არ გამგებმა გაიგო რა მაგრამ ვისაც ეგრე უნდა და იმან ხო და ჰაუსი რო არ იყოს ხახნო გარეთაც ხო ეგრეა ჯერ გაიცნობთ ფლირტაობთ რაღაცა და მე ხო არ გიყვარდება ხო რა თქმა უნდა პროექტში რა იყო ამაში გასაკვირებლად არ ვიცი მარიამ მე ძალიან წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ დების საქციელი არა მარტო შენთან და ჯავახასთან ზოგადად რა როგორც იცევიან რა ვიცი მზედა დამთვარე რო ამოდიოდათ ამ ლელუსე და დიასაზე ეხლა ხო ხედავ რა დღეში არიან ეხლა უცბად ცუდები გახდნენ ხო ეხლა დიასა თურმე ზედმეტად შემოდის რაღაცა და კარგად დასდევდნენ გვირჩიე და დაგვეხმარეო რა ვიცი ლელუ იყო მაგათვის ნამბარ 1 ხალი და ეხლა რატომღაც რა კითხო ხო დივა და ყველაფერი ანუ ნახე მე არც ლელუს არ ვამართლებ მაგ საქციელში გვანცარად როგორც მოიქცამარა ვამართლებ ერთნაირი ისინი არიან კაცო არანორმალურები მაგას ვამბობ ლელუ არის ზუსტად მესამე მუზა არაფრით არ განსხვავდება ხა შეიძლება ვიზუალი აქვს სხვანაირი და ჩაცმის სტილი აქვს სხვანაირი თორე მესამე მუზა არის ჩვეულებრივი მართლაც მაგიტომაც დაუახლოვ მაგათ თავიდანვე რომ მაგათთან იძახნო ბევრად მეტი სიახლოვე სუდათ რა გიჟი რა ნახეთ ხო მე და ჩიკა მაგ ფეიკი ადამიანი მყავს სახში ვაიმე მარიამ მე რაზე ვიხალისე იცი კაფეში რო წავიდა და შენ რო წაგიყვანა ბალიში გასაყვარელი ეგ ეპიზოდი რომ ნახე მე ვაიმე
და იქ რო დააქვსვა კაბი დეითებზე ვერ დავდივართო ეხლაო და ესე რო წაგიყვანავე მე ცუდად. არა იზამს. ორი კვირაც გვენც და დავისვენებ მართლა რა. ისე მიჭერს რაღაცნაირად მაგ ადამიანის გარეშე აი. რაღაც რო გაკლია ხო იცი? ვაი მეძას თან იქ მიდიხართ პარიზში მეგობრებო არ ვიცი თქვენ ელოდებით თუ არა ჩემსავით ამათ თორებს მაგრამ მე ველოდები პარიზიდან ამათ თორებს ვინ ელოდებით კაი ვიდეოებს პარიზში მე სერიოზულად ისე მაინტერესებს რა იქნება და როგორ იქნება და თან ისე ნერვიულობ რაღაც კონში თან ეხა აი ფინალში ისეთი ხალხი გავიდა რომ რავი არა გიქრა ნახევარ ფინალისტები რო იქნებიან დავითი და ანა სირცხლე არ არის მე ანა ხოს ამდენი რამე გამოვიარე გოგო ლამის არ ვიცი გადავხდი იქიდან და ნახევარ ფინალისტები რო ანა და ის იქნებიან სირცხლე გოგო ანა რატო ეგონა რომ შევარდა იქ და ჯავახას არ გუგლ შემატკივრებოდა ლელუს და იმათი მხარი დაიჭირა რატო ეგონა რომ ის მე ჰაიპ იქნებოდა ვითომ და რა ეგონა გოგო ისეთი სასაცილო ხმებით გამოვიდა გენი როგორც სასაცილო ხმებით აიღეს დავითმა და ლაშამ გუშინ და დავითი რო ამბობს მარიამი ვარფაშოში არ არისო და ჯავახაო და ანუ მე და ჯავახამ რომ მოვუწოდეთ ხალხს ხო ხვდები ხო ნახე რამდენი ხმა ქონდა და რო დავიკიდეთ და რაც გაგვიკეთა მაგის მერე ხო ნახე რა რაოდენობა აიღო ხმების ვაი მე არ ვიცი ეხლა ეს ლაშა რო გავარდა და დავითი რო ყავს იმას ფან პეიჯის ადმინათი ეხლა დავითზე რო გადავიდა ჯერ ხო იძახდა რომ ლაშას უგულ შემატკივრეთო ხალხო ლაშას დაუბესიჯეთ და მე ლაშა რო გავარდა ხალხო ნახეთ დავითი რა კაი ბიჭია რა სამართლი არის ვინ გოგო ლელუმ აი მე ლაშა ხო გავარდა და მაგ თემას აკეთებს მე მგონი მაგას ჩალი მე დადო ვაი მე ხალხო ნახე დავითი რა კაი ბიჭია შეხედეთ ნახეთ რა გარახო აი ბევრი გულშემატკივარი იმიტომ ყავს და ბევრს იმიტომ ევასები რომ არასდროს არავისთან ეგრე არ შევტენილვარ ერთადერთი ნორმალური ვინც თავიდან დამევასე იყავი შენ თავიდანვე კარგი ურთიერთობა დავიწყე დანარჩენებთან ყველასთან ხო ხედავ ნეიტრალურად ვიყავი ყოველთვის რა ანუ იცი არის ძალიანაც კარგია რომ მაგათთან არავისთან არ დაიჭირე ახლა პარას ლაპარაკო მაგრამ რაც არ უნდა იყოს მაინც ასე ვთქვათ კარგი იყო რა გოგონი საერთოდ შენ გაგიცანი ნიკა გავიცანი რა პრანჭული ხარ გოგო ისე წამოდი რო ჩაგიგდე მოსაწვევე გოგო გუშინ ვიყავი მაგ ივენტზე მივედი და საშინელება იყო და ხვალ არისო ეგ ივენტი 7-ში აწერია გოგო ხო და 7-ში ვიფიქრე რომ ხო ხტები ღამე თქო რა ანუ 7-ში ამერია ისე მინდოდა სადმე ივენტზე წასვლა და ხალ სამწუხაროდ ვეღარ მოვახერხებ წასვლა კი არა დღეს არის გოგო რაღაცა მინდა გითხრა და მე გეუბნები აი ისე მოიწერე ინსტაგრამზე მოიწერე მე მოიწერე ხო რამე ცუდად არ გამოიყენოს ვინმე რაჭრას დაჭრას ინსტაგრამზე მომწერე 7 რო აწერე 7 ხო დღეს არის მარი ის ნახე 7 დღეს არის კი მარი ის ნახე მუზებმა რო თქვეს შენზე მარი ყოველს დავეწყავ და ეხლა დიანათი იწერს რეიტინგებს მაგრამ წეგან მიყურებდა 2700 კაცი ლაივში რამ 1-10 წუთის უკან რა და მე თურმე დიანათი ვიწერ რეიტინგებს მე ტომიშველი ეს ქუთაისელები ხო შეჭამეს პახოდო იმათაც ხო ხაჯები არიან ვაი თან ისეთი ქუთაისელებს არაფერი ანუ ეხლა არ იყოს ეს სიამოვნო შეიძლება მე და ნიკასაც სულ ამბობ მაგას ბევრჯერ ერთმანეთისგან რამე წენია ყველა წყვილს შორის ყველა ადამიანს შორის ხდება ეს რაღაცები ხო იცი რა ხო და ანუ სტორებით კი არ გაგვირჩევია ერთმანეთთან რომ აი მე და მაგათი დონე და გაგება ეგ არის გოგო ანუ გაგვირჩევია ერთმანეთთან და ისე რომ ხალხს არ გაეგო და ხანდახან კამერებთან არც შეგუმჩნევია ხო ხვდები რას გეუბნები იმიტომ რომ ეგ არის ნამდვილი ურთიერთობა და სად არის ჩემ მოვა ერთ წუთში მოკლედ შემოძაღლო მშვიდობები მიდი კაი ბაი არა შენ არა ჩემ ძაც დავემშვიდობე გოგო ისაზე მომწერე გოგო ვიყოთ ჯერ გითხრა მაგია გითხრა
მოკლედ ინსტაგრამზე არის ძალიან ბევრი მარიამ ყარყარაშვილი, რომელსაც უძებ ზუსტად შენი ფოტო. ხო. და უკვე არის მე რა ხოლმე. და უკვე ვეღარ გენევა ხოლმე. გოგო, ჩემსაც ლურჯი ანუ რაღაცა, რა ქვია? ისა ვერიფიკაცია, ვერიფიკეიშენი გაეროიმე კიდევ კარგი. ხო, ვიღაცები არიან კაცო, ბევრი ფოლოვერები ყავს, ვერჯერადი პეიჯები კი არ აქვს. გოგონი, მოკლედ ისა რა ქვია, გადაღებაზე მიდიხარ, რა უნდა გადაიღო, თან აინტერესებს ხალხს ახლა სად მიდიხარ? ბესიკი შვილები forever. სარეკლამო ის არის, რა ქვია? არა ხალხნო, რატო უნდა დაბრუნდეს ვინმე ჰაუში? მთავრდება უკვე, მთავრდება. მარიამ, აინტერესებს სუქუსლები რო აცვიაო, არ ტკივაო ფეხებიო, დივასო ფეხები არ ტკივა, მაგრამ მაინც რო ანუ აინტერესებს. იცით რა მაცვია? დივას ფეხსაცმელები მაცვია. რამდენ ერთი თვით თქმის არ ჩამიცავს ბაკურიაში რომ ეცვა ხარ თეთრი ქუსლიანებით რო წავედი ბაკურიაში. დივას ფეხსაცმელები მაგრამ ჩემი დივაო და მოკეთ ძალიან კარგად. ნიკა ისე მიღადავებოდა რეალურად მაგაზე ვიდეოც კი ჩაწერა. ანუ ეზო რა არისო? ბაკურიაში წამიყვანა, უნდა გიყიდო ფეხსაცმელებით, კი არ მინდა ფეხსაცმელებით, მინდა რომ ვიარო თქო. მე ძალიან საყვარელი. ეხა პარიში ვიყიდეთ ერთმანეთს. აუ, ქუდი მიყიდა, ის ქუდი რო იყო რა, ის რაც მეკეთა ის შავი. ძალიან საყვარელობა. გოგოსაც სტუმროში დაგვრჩა. გამოგზავნინეთ მე დაულეკეთ. გოგო რა უნდა გამოვაგზავნოთ, სადა რაღაც დროს ექსა სტუმრო რაღაც მახსოვს. გოგო სიმბოლურად. ხო, ძალიან საყვარელი იყო. მე ხალხმა ჯავახა ძალიან საყვარელია, ჯერ მარტო რეებს უძლებს. გამარჯობა. ხო, განც არ ვიცი რა მოყვა. ჯერ მარტო რეებს უძლებს და არასოდეს ზღარს არ გადადიხმე. არა, გოგო, ძალიან სასწაული ისა აქვს, თავში ყავება. ხო. არ ვიცი რა. არ ვიცი. რეებს მიყავენ ეს რაღაც. ორი ალკოჰოლი ერთად. სუდად არ გაიცა. გუებ გაკეთე როგორც ბეგურას. აუ, ის ძალიან გაღარდა მოკლედ ეს ლორენცომ ხო დაიწყო რაღაცა თავისი ფსიქოტროპული სინი რო რაღაცა პოლიტიკური თემებიო და მთელი ოპოზიცია ჩაერიაო და მე იმიტომ გამოვარდიო და რაღაცები. რა ოპოზიცია ჩაერიაო? ოპოზიცია რა გადადიოდა უკვე და თავის რაღაცას რო ელაპარაკება, აი თავისი მას რო ელაპარაკებოდა დააბრალა ოპოზიციურ იმებს, რა ქვია, არხებს და ხა იცი მას რო უნდა ლაივში უწერდი რომ ლორენცო გული მაჩვენე მეთქი. იღა დავიბოდი გოგო. ხალხო აი ლორენცოს თუ არ იღადავე მართლა ფსიქიატრიულში აღმოჩნდები. ლორენცო ეგეთი ტიპაჟი უნდა ეღადაო. სამიჟია ის რა ჯავახაბო კურტკა წაიღო ჩემიო თუ რაღაც. მე ძაღადაობა კაცია ხალხო აი ძალიან. აი მე კონცა. აი ქუთაისელები და მუზები არიან ხალხო, აი ზუსტად ერთნაირები. ჯერ კომუნიკაცია რაღაცებს ლაივში ზის და ჯერ რა კომუნიკაციის ისა აქვს რა ქვია. ანა გოგო ჭორექსას რო ეძახდნენ, მართლა ჭორექსა არის. დონდას ვამართლებ ერთადერთ რაღაცაში ჭორექსას რო ეძახდა, მართლაც ჭორექსა არის, ბიჭი ზის რაღაცა კუთხე მოაწყო, ვითომ ჩემი ოფისი არისო, რაღაცა გაიგო. ის რო გააკრა. მაგიდა დადგა. ჩემი ოფისი არისო. ზის იქიდან და გჭორავს, დედია ბუდიანად ყველაფრიანად გადაგჭორა შენ მე ყველა ვაფშე და კიდე ვიღაცას ჩაერთო რაღაცა კრივზე თუ რაღაცაზე რომ დადის იმ დღეს ლაივში ჩაერთო ვიღაცა ბიჭს და მანდაც შემძე ლაპარაკობდა რა.
ხო, მაგას ვატყობ, რომ ობსესია ჭირს რაღაც. მე არ მithქვია რომ მე უნდა უჩივლო, მე ვთქვი სხვანაირად რა, რომ რამე და საჭირო გახდეს თქო ადვოკატი მყავს თქო რა. ანუ ადვოკატს მართლა ყველაფერი ნანახი აქვს, მე მყავდა ადვოკატი ძალიან სერიოზული თან და რომ იცნობდა რაღაცა უფასოდაც აპირებდა საერთოდ ამ საქმის აღებას და რაღაცა. ანუ შენ ვიყავიოთ 18 წლის გოგო, არაფრისელ მდგომარეობაში რაღაცეები და ანუ ძალიან ხო შეიძლებოდა არ დაეჭირათ, ხა რა თქმა უნდა არ დაიჭერენ, მაგრამ რაღაცას დააკისრებდნენ, მოკლედ, იმიტომ რომ იქ რო შეხედეს ადვოკატებმა ეს ანუ არ იყო ლამაზი, ხო ხვდები? და ანუ არ იყო მართალი რაც გააკეთა. ხო და მე ეგ ვთქვი რა, რომ ადვოკატისთვის თქვა და მიწერილი და არა უჩივლებდა, აი მე ხა ციხეში ამოვაყუდებ, სად მე ეგეთი რამე ვთქვი მე? გოგო, მაგას ძალიან უნდა ხარ რომ კიდე შენ თემებში იყოს და ილაპარაკოს. მე მაგას ვიცი რა უნდა, მე ვუნდოდი, მე მოდი ვაღიაროთ თავიდანვე ლორენცოს რომ მე მოვწონდი, ეგ მე მგონი ყველა მიცის უკვე. თავიდან გოგო კიდე პირველ ეპიზოდებს რომ ვხურებ, როგორ იყო. პირველ ეპიზოდშივე გეუბნები მოეწონე და ეგრე უნიჭოდ გეფლირტავა თქო, მაგრამ შენ ვერ იჯერე. გოგო, ვაფშე სხვანაირი იყო ჩემთან რაღაცებს რომ ვყურებ ხოლმე. თავიდან როგორი დაახლოება სადა ჩემთან რაღაცა წამომარია მოვწიოთ, სულ ისე იყო, ესე იყო ჩემთან რა. გოგო, მე ჯავახა მაგიტო ამოიწვა. ამიყვანა გამაცრიალა, მე შენც წეყავდი, მაგრამ შენ ხო შენ როდის დაგამცრიალა. პატარა რაღაცებშიც ეთყობოდა რომ მოვწონდი რა. უბრალოდ მე ისე მოხდა რომ მე ჯავახასთან დავიწყე ურთიერთობა და რაღაცა გამწარებული ეგო დავარდნილი რომ ლელომ დაიწყო დიასასთან ურთიერთობა. მოკლედ პროექტში ვიყავით ქალები, ვინც პროექტში დავიწყეთ ურთიერთობა და როგორ თუ ლორენცოსთან აი ხო ხტები და ეგო დაუვარდა, იმიტომ რომ ძალიან ხო, ანუ მაგას ეგონა რომ არიქა ყველა ჩემზე გიждდებაო და გაიხედა გამოიხედა და ვაფშე არ უნდა გიждდება. ზედაჟე დაჟე მუზებით არ გიждდებოდნენ მაგ. ხო, მუზები რომ მუზები არ გათხოვდა და ის მოეწონა ქუთაისზე. ხო და ეგო დავარდნილი ესეთი გავიდა პროექტიდან მაგიტო რომ ჭორაობს. არ ვიცი რა. ყველა დაგიწყდა. სულ ვიქტორია სიკრეტები, აი ელოდებიან გარეთ რას. ვიღაცა მოდელები მყავდაო, ჩვენ რო გვაგიჟებდა. მაქსიმუმ ისო ადრენალინი მოვირინა შეიკი მომწონს. ადრენალინა და ინგრნა შეიკი აი ერთმანეთს ასწრებენ არიქა ლორენცოსთან მიგუშიო და ეს მაინც რაღაცა გუბეში გასცი და პრობლემა სურვილი რომ ლორენცოს რამდენიმე ყოფილი მანახანე და მართლა ისეთები თუ არიან როგორც დამოწერთ. გოგო რა არიცი იმ ხალხმა თავს უშველა და მოდი დავუფასოთ ყოფილი რახან არის ამით თავს უშველა. ეთყობა ნახარაც იყო ლორენცო. გადარჩა რაც თავარიად ახლა მოდი რა ნუ ვარ ჩავაჭერთ ადამიანს. აი მე წასაყარე არა ლორენცო ხო გეუბნები მიუხედავად აი ყველაფრისა რაც გააკეთა აი ხო გეუბნები აი ამ კიდე მუზებზე ბევრად უკეთესი იმის გამოდგა რა ქვია და ლელუზე ბევრად უკეთესი საკომუნიკაციო თორემ მართლა არ ვიცი მე რა მაინტერესებს იცი ლორენცოს საიდან დაესიზმრა რომ მუზებს რო შაურმები მოუტანა და რაღაცები ანუ ბოლოს რატო დაიწყო მუზებთან შეტყენა ლორენცომ მუზებმა დაიწყეს თავიდან ლორენცოსთან შეტენა მე და ლორენცო რომ მეგობრობდით და კაი დასცავდა მაგას და შენ რო ისაკნა ეგრე რომ მოგექცა ზუსტად ერთ კვირაში თვითონ გამოვარდა ნახე ხო ზუსტად ლორენცო რო ერთერთობაში ვიყავით აი კარმა გოგო ჩვეულებრივად ანუ ბოსი რო გახდა მოკლედ არ ვიცი უცბად შეიცვალა ალბათ წყვილის დასმა უნდოდა მაგას ჩემდა ჯავახის დასმა და აი ესე უცბად შეიცვალა მუზების მხარეს გადავიდა თორე მანამდე არ იყო რომ მუზებს ჩემთან ერთად დასცინოდა გოგო არ გახსოვს მუზებს გოგო ყველა დასცინოდა ბონდოც დასცინოდა ქუთაისელები არ დასცინოდნენ ეხა არ გადამრიო მუზებს ყველაფერზე დასცინოდნენ აი ვაფშე ყველაფერზე დასცინოდნენ მაგრამ მაგათ ქონდათ რომ რას ქვია მარიამი ჩვენზე მაგას ამბობს ანუ შენის ქონდათ რა ქვია შენ არ გპატიობდნენ იმ რაღაცებს თორე ეხლა რაც აქვს მუზებს დასაცინიო ხო ყველაფერი მოიცა პასუხი არის ყველაფერი მოდი რა ჯერ მერტო ადამიანობა მაგათი დასაცინია ადამიანობა და როგორი გოგო
ჯერ ვაფშე რა პატიოსანი ქალები ეკინიარიან მაღაზია მეშლება ნერვები ახურებლებიან არიან ჩვეულებრივად შეყვარებული მყავს მარიამ ჟივენში გადამოწა რები გაუკეთა ნინა წერს რომ თავისი ჟივენში ჰილს გვაჩვენოსო ეთყობა ან ფეხსაცმელი ან რაღაცა ჟივენში რა რომელზე ამბობს ნინას აგიჟდება შენ ჟივენში ჰილზე და გვაჩვენოსო ალბათ ფეხსაცმელი რომელია ხო და რომელია ამიტომ რა ვიცი ხალხო უკეთესად იცის რა გაქვს ხო ხედავ შენ ოქში ვარ ხალხო რაღაც ძველი ვიწევდა ალბათ მოკლედ ეგეთი ამბები ნუ კატასტროფა ძალიან უინტერესო ანუ ისე იძახიო და ძალიან მაინტერესებს მე ვის შეყარებულთან ვიყავი ვისთან ვიყავი ჩემთან ეგეთი რამე გინახიათ ხალხო ანუ ეგეთ რაღაცას 100 წელი არ ვიკადრებ, რო ვიცი რომ ადამიანს შეყვარებული ყავს და რაღაცა, ანუ როგორ გამიჭარ მაგასთან რა ურთიერთობას, ხო? ფლირტზე ხო ზედმეტი ალაპარაკი დაჟე უხერხულად ვუცნობ ხოლმე, ეგეთ ადამიანებთან თავს რო შეყვარებული ვისაც ყავს ხო ხვდები რომ აი ზედმეტად რამე ან ხო მე რა არის იცი ხა ლელუს არაფერში არ ვამართლებ, მაგრამ მგონი მართლა შურთ მაგათ წყვილების ზოგადად, ნებისმიერი წყვილის ანუ ხო დიასაზე და ლელუზეც როგორ დაიწყეს ხო რა ძალიან კარგი მეგენი მარიამ გარეთ რო გადიოდნენ პარასკევობით ერთად იმაშებოდნენ იკრიბებოდნენ ისე აგიხდა ყველაფერი კარგი როგორც ყველას წინ დახვდა ეგ აფერისტული ის შეკრებები ვინ იყო ფეიკი კარგად გამოჩნდა ვინ ვიზებენებოდა თაითელები გიყენებენ თქო მუზებს და ლელუ თქო გიყენებენ მე და ჯავახას მაგას ვაყნებოდით წიოდნენ და აი მოდი ჯავახაზე ბესიუ მაგას ვამბობ რომ ჯავახამაც ბოლოს გაიგო რომ მან და მაგისი მეგობარი არავინ არ იყო თორე ჯავახაც ძალიან ჯავახა თვითონ მეგობრული ტიპი ფრენდლი ტიპია და ჯავახა რო ემეგობრებოდა მაგათ და რო ეგონა რომ ეკინიც ემეგობრებოდნენ რატომღაც no ჯავახა ძალიან ანუ ეხლა რასაც ეუბნება ლელუს რო თვალი ისო რა ქვია რატო ვერ ხვდებოდითო რომ ფეიკი და აქ არავინ არავის მაგ ჯავახს ხსოვებოდი გაახილა თვალებს გაახილა ნუ ჯავახა დროულად გაახილა მოდი ვაღიაროთ რომ ძალიან ისეთი ჭკვიანი ბიჭა და დროულად გაახილა ნახე ეგ რა დღეშიც ჩააგდეს მაგათ ანუ არ ვიცი ხო რაღაცნაირად ხალხს ახსოვს არ ახსოვს რა ვიცი აი მე მახსოვს რომ ძალიან ბევრჯერ დავაპაუზე დავასტოპე ისინი რა ქვია ეპიზოდები და ვიდეოები ჯავახას როგორ საშინლათაც ექცეოდა ლორენცო მუზები და ლელუ ერთად რო უტევდნენ თუ გახსოვს რა აი შენ რო წამოხვედი მაგ პერიოდში რა მაგ ერთი კვირის პერიოდში აუ გისმის აქსე გოგო ისვის ანუ აი შენ რო წამოხვედი და ოთახიდან რო აგდებდნენ და ანუ მოკლედ არაკაცოს რო ეძახდნენ და ფეიკი ხარ და ეს ლორენცო მუზეები და ლელუ რო ერთად უტევდა აი ეგ პერიოდი მახსოვს და იყო კატასტროფა ანუ ჯავახას შენზე ნაკლები არ მოხდა რო იცოდე გოგო თავიდანვე მივხვდი რა ფეიკებიც იყვნენ და რაც იყვნენ გეხვეწები რომ ძალიან ფეიკები და ეხლა ვაიმე ეს ბონდო რო შეეტენა და მალევე რომ მოისროლეს აი ეგ იყო ძალიან სასაცილო არ ვიცი მოკლედ პირდაპირ 21 თებერვალს იმას ვიზავ მე ჩავრთავ რომ ნახო რა ხდება შენ რასაც გამომიგზავნი იმდენად უინტერესოა უკვე ყველაფერი მან ეკე გოგო მაგარ გახდება ხო მალე საინტერესო ხო გოგო ხა ეს ანა მეწოდება რა მაინც რანაირი გული მაქვს რაღაცა სხვანაირი იმით შევიდა უმახიანად და ეხლა რა ცოცხალი ეს ის აქსად ვარ მოკლედ წავედი გვანს აი გოგონი კოცნი და აბა შენ მეც კოცნი და მოგწერე ხო რაღაცას აი მეტი გაკოცე მოკლედ ჩემო მეგობრებო ახლა გადაგებაზე მივდივარ და ცოტა ხნით უნდა დაგემშვიდობოთ მაგრამ საღამოს კავალებში გაკოცებ და დროებით